მიტროპოლიტი ისაია არადასტურებს, რომ მოსაყდრეშიო სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ნეტგაზეთს მისწერა, რომ ამ საკითხზე არავისთან უსაუბრია. მეუფე ისაიას საჯაროდ არც პატრიარქობის სურვილი დაუფიქსირებია, თუმცა ინფორმირებული წყაროები მას ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ. პირველი, ვინც მიტროპოლიტ ისაიაზე ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა, ოცნების პროპაგანდისტი უცნობი იყო. გაჩაჩილაძემ საკუთარ მონოლოგში მოღალატეებად გამოაცხადა სინოდის ყველა წევრი, ვინც მიტროპოლიტი შიოს სასარგებლოდ კანდიდატურას არ მოხსნიდა. მეუფე შიოს დღეს მხარი საჯაროდ დაუჭირა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანებაც. ნატო საქართველოს მოუწოდებს დაუბრუნდეს პროევროპულ გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ტრაექტორიის გაგრძელება. განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროსკოპის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მარკ რუტეს თქმით, ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის იმპორტი იგეგმება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს მხოლოდ დასაწყისია ორ რესპუბლიკას შორის ახალი სავაჭრო ურთიერთობების საწერად რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოები. საქართველოში მომდევნო ორ თვეში საქონლის ხორცის მინიმუმ 20-25%-ით გაძვირება ამოსალოდნელი. BMG-ს ფერმერმა განუცხადა, რომ ხორცზე ფასის მომატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან, რაც ეპიდემიას უკავშირდება.